მოგესალმებით მეგობრებო ყველას, როგორც იქნა მოვიდა ის რომ ჩავწერო ვიდეო წერტილოვან შემდუღებელზე, წერტილოვან შემდუღებელი არის ის ალბათ საბაზისო მოწყობილობა, რომელიც ყველა ელექტრონიკის მოყვარულს სჭირდება. შეგახსენებთ, რომ წერტილოვან შემდუღებელს ვიყენებთ უმეტეს შემთხვევაში იმისთვის, რომ ლითიუმის აკუმულატორები ერთმანეთთან დავაკავშიროთ, მოგეხსენებათ ალბათ, რომ ლითიუმის აკუმულატორებზე უბრალოდ კალის და სარჩილაობის გამოყენება რეკომენდებული არ არის. შესაბამისად, არსებობს წერტილოვანი შემოდუღებელი, რომლის გამოყენებით უსაფრთხოდ და ბევრად უფრო მარტივად შეგვიძლია ლითიუმის აკუმულატორები ერთმანეთთან დავაკავშიროთ. რაც შეეხება უშუალოდ ამ წერტილოვან შემდუღებელს, ეს არის FNIRS-ის ბრენდის წერტილოვანი შემდუღებელი, SWM10 არის კონკრეტულად ეს მოდელი, ფასს რაც შეეხება ღირს დაახლოებით $40, AliExpress-დან გამოვიწერე მე ეს წერტილოვანი შემდუღებელი, იქ წერია რომ ფასდაკლებით არის $40, მაგრამ რა ვიცი, რასაც უყურებ, სულ ეგრე წერია, შესაბამისად მგონია რომ უფრო მარკეტინგული ხრიკი არის და რეალურად ისედაც $40 არის ამის ფასი. ვისაც ვიდეოს ყურება ბოლომდე გეზარებათ, გეტყვით რომ ჩემპიონატი რეკომენდაციით ამ ფასში ეს წერტილოვანი შემდუღებელი არის ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი და შესაბამისად თუ გსურთ ამ ფასად წერტილოვანი შემდუღებლის ყიდვა, ჩემი აზრით ეს არის ის ვარიანტი, რომელსაც თუ შეიძლეთ ნამდვილად არიდანით. რაც შეეხება კომპლექტს, გვაქვს უშუალოდ წერტილოვანი შემდუღებელი, რა თქმა უნდა, გვაქვს ასეთი კაბელები, კაბელებზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ, მოყვება ნიკელის ლენტი და მოყვება ასევე ესეთი ამ კაბელის დაბოლოებები იმ შემთხვევაში თუ ეს დროთა განმავლობაში დაზიანდება. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ აწყობის ხარისხს, $40-ისთვის საკმაოდ კარგად არის აწყობილი, გულისხმობ იმას, რომ საკმაოდ მყარი მასალა არის გამოყენებული და შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ თუ ჩამოგვივარდება მაგალითისთვის არ დაიფშვრება და გადასაგდები არ გავიხდება, რაც არის ძალიან კარგი. ასევე გვაქვს ეკრანი, სადაც ვაყენებთ სხვადასხვა პარამეტრებს, ხოლო რაც შეეხება კაბელებს, წელა გაჩვენეთ, ძალიან მოქნილი არის, რაც ერთ-ერთი ძალიან კარგი და დადებითი მხარე არის ამ ყველაფრის, გაუძლიერია იქიდან რომ ამ კაბელის მოხერხებულობა უშუალოდ მთლიანი მოწყობილობის კომფორტულად მოხმარებას განაპირობებს. უბრალოდ ვისურვებდი, რომ ცოტა უფრო გრძელი კაბელები ყოფილიყო, თუმცა ამ სიგრძის კაბელიც ნამდვილად პრობლემას არ წარმოადგენს, უბრალოდ სასურველი იქნებოდა უფრო გრძელი თუ იქნებოდა ეს კაბელები. როგორც გითხარით, აქვს ეკრანი, სადაც გვაქვს მოცემული სხვადასხვა ინფორმაციები, როგორიც არის მაგალითად წაბვა, თუ რა წაბვა გვაქვს ელემენტზე, ლითიუმის აკუმულატორზე უბრალოდ, ხო, როგორც გითხარით, ეს არის პორტატული მოწყობილობა, შეგვიძლია წავიღოთ სადაც გვინდა, გაუძლიერია იქიდან რომ ეს წერტილოვანი შემდუღებელი მუშაობს ლითიუმის აკუმულატორზე. გვაქვს ასევე ტემპერატურა, გვაქვს ასევე ხმის გათიშვა, ჩართვის ფუნქცია, ეს სამი დეტალი რაც არის რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანია და მაგას ცოტა მოგვიანებით აგიხსნით. აქ ტაბლა უკვე როდესაც ჩვენ უშუალოდ შემდუღებაზე გადავალთ, მათ დაეწერება ციფრები, ანუ რა დედისწალით მიმდინარეობს შემდუღების პროცესი, მაგას ეგვაჩვენებს და ასევე აქ ამ ნაწილში წერია უშუალოდ რამდენი შემდუღება განვახორციელეთ. ეს ციფრი ნულდება იმ შემთხვევაში, თუ გავდიშავთ და თავიდან ჩავრთავთ, რაც ჩემი აზრით ცუდი არის, რომ შეგვეძლოს ამ ყველაფრის შენახვა. ეს მოგცემდა იმის საშუალებას, რომ ესე იგი გვენახა და ყურადღება მიგვექცია ზოგადად რამდენი შემდუღება განვახორციელეთ, ანუ რამდენჯერ შევატუღეთ, შესაბამისად გვექნებოდა ეგ ინფორმაცია და იქნებოდა ჩემი აზრით კარგი. მაგრამ მაგ შემთხვევაში ეგ არ გვაქვს და უბრალოდ ერთი ჩართვის პროცესში გათიშვამდე რამდენჯერ შევატუღეთ, მაგ ყველაფერს გვაჩვენებს ხოლმე. რაც შეეხება ამ 4 პარამეტრს, პირველი არის პრეჰიტი, ეს ნიშნავს იმას, რომ რა დროის ინტერვალზეც დავაყენებთ, შეგვიძლია შევცვალოთ 10-მდე. რა დროის ინტერვალზეც დავაყენებთ ამ დროის განმავლობაში, როდესაც ჩვენ შუბებს მოვათავსებთ ნიკელის ლენტზე პირობითად, მაგ პერიოდის განმავლობაში იწყებს ოღონდ ეს პროცესი რა თქმა უნდა ძალიან სწრაფად ხდება, იწყებს დაბალი სიმძლავრით შედუღებას იმისათვის რომ გაათბოს შუპები და ის პირობითად და ნიკელის ლენტი და შემდეგ უკვე იწყებს მაქსიმალური სიმძლავრით შედუღებას. ეს იმისათვის არის რომ ასე იგი მივიღოთ მაქსიმალურად კარგი შედუღების ხარისხი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს პროცესი ხდება რა თქმა უნდა ძალიან სწრაფად. შემდეგი არის უკვე უშუალოდ პულსის ხანგრძლივობა, ეს ძალიან მარტივად რო გითხრათ, არის პირდაპირ ის პერიოდი, რა პერიოდშიც ხდება შედუღება.
ხანგრძლივად დამოკიდებული არის უშუალოდ იმ მატერიალის სისქეზე, რასაც ვიყენებთ შესაძლებლად. ნიკელის ლენტი რო ავიღოთ მაგალითად, გააჩნია, ამ კონკრეტულ მოდელს უწერია, რომ შედუღება შეუძლია 0.25 მმ-მდე. თუ კი გვაქვს 0.25 მმ-იანი ნიკელის ლენტი, მაშინ ამ შემთხვევაში დავაყენებთ მაქსიმალურ მნიშვნელობაზე, ხოლო თუ გვაქვს შედარებით უფრო ნაკლები სისქის მქონე ნიკელის ლენტი, მაგ შემთხვევაში დავაყენებთ შედარებით უფრო დაბალ მნიშვნელობაზე. ეს უშუალოდ რაღაც გაარკვეული კანონზომიერება ამისთვის არ არსებობს, უბრალოდ პრაქტიკიდან გამომდინარე უნდა შეარჩიოთ დროის ეს მნიშვნელობა. თუ კი გამოვიყენებთ დაბალი სისქის მქონე ნიკელის ლენტს პირობითად, დავაყენებთ აქ ჩვენ მაქსიმალურ მნიშვნელობას, ამ შემთხვევაში ბუნებრივია ასე შედუღების პერიოდი იქნება მაქსიმალური, რაც ამოწყობილობა შეუძლია, ეს გამოიწვევს უშუალოდ ნიკელის ლენტის ამოწვას, დაწვას, შესაბამისად ლითიუმის აკუმულატორიც შესაძლოა არის რომ გადახურდეს, რაც ბუნებრივია არ არის კარგი. შემდეგი არის ინტერვალები, დაბლა თუ კი ჩამოვალთ ეს ციფრები რომ წერია 1, 2, 3, 4, 5 ეს არის უშუალოდ პულსების რაოდენობა, ერთი დადები, შუპის ერთი დადებით რამდენჯერ უნდა გამოუშვას ესე იგი ამოწყობილობა პულსი, ხოლო ეს ინტერვალი, რაც წეგარ ვახსენე, ეგ არის დაშორება ამ ესე იგი პულსებს შორის. რაც შეეხება დამუხტვას, იტენება ესე იგი Type-C პორტით და გვაქვს აქ ასევე ორი ღილაკი, ეს არის ჩართვის ღილაკი, ხოლო ეს არის რესტარტის ღილაკი. ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ისე როგორც power bank-ი, თუმცა რამდენი ვიუსაც უყურე, ყველა იძახდა იმას, რომ არ არის მაინც მიზანშეწონილი, რომ ეს მოწყობილობა გამოვიყენოთ როგორც power bank-ი და მართალიც არის, იმიტომ რომ გამომდინარე იქიდან რომ აქვს ლითიუმის აკუმულატორი, აქვს რა თქმა უნდა თავისი რესურსი, შესაბამისად ამ აკუმულატორის რესურსს უნდა გავუფრთხილეთ მაქსიმალურად, იმისათვის რომ გამოვიყენოთ ეს მოწყობილობა მაქსიმალურად დიდ ხანს. ასევე მიგიჩვენეთ რომ დამუხტოთ 4.1 ვოლტამდე, ხოლო გამოყენება შეწყვიტოთ დაახლოებით 3.7 ვოლტზე, იმისათვის რომ ამ აკუმულატორის ტევადობა და სიცოცხლის უნარიანობა შევინარჩუნოთ მაქსიმალურად უფრო დიდ ხანს. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ შედუღების პროცესზე, რაც შეეხება პარამეტრებს, აბსოლუტურად ყველა პარამეტრი მოცემული არის ახლა თქვენს ეკრანებზე. როგორც ხედავთ, ნიკელის ლენტის მოძრობა აკუმულატორიდან ხელის დახმარებით არის ფაქტობრივად შეუძლებელი. ძალიან რომ მოვიდომო, რა თქმა უნდა, შეუძლებთ და მოვაძრობთ, თუმცა ამ შემთხვევაში საკმაოდ მყარად არის მოკლედ შედუღებული ეს ჩვენი ნიკელის ლენტი აკუმულატორთან. რაც იმას ნიშნავს, რომ სამოყვარულო დონეზე ბუნებრივია ეს წერტილოვანი შემდგებელი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ვარიანტი, მით უმეტეს ამ ფასში, ანუ რეალურად ფასი არის ყველაფერი დამოკიდებული, შეგახსენებთ რომ ღირს დაახლოებით $40. შესაბამისად ამ ფასში, ესე იგი ეს ყველაფერი ჩემთვის არის პირადად მისაღები, ძალიან კარგიც კი არის, გამომდინარე იქიდან რომ წერტილოვანი შემდგებლისთვის რეალურად $40 საკმაოდ დაბალი ფასი არის. ასევე თუ გიქნებათ რაიმე კითხვები, შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში, მე ვეცდები რომ ყველა კითხვას გავცე რა თქმა უნდა პასუხი. ასევე შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ეს ვიდეო იმისათვის რომ ჩავწერო კიდევ მეტი მსგავსი საინტერესო ვიდეოები.